დავითმა დედის მუცელში მხოლოდ 5 თვე დაჰყო. როდესაც ბავშვი დაიბადა, მისი წონა 500 გრამს შეადგენდა. ორივე ფეხზე მყესები ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ მუხლში გაშლაც კი არ შეეძლო. საბრალო ბავშვი 6 წლის განმავლობაში მხოლოდ იატაკზე დახოხავდა და გაუსაძლისით კიბირების ტანჯავდა. უფულობის გამო კი საბრალო დედა ოპერაციას ვერ უკეთებდა. ცოტა ხნის წინ აჭარის ჟანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა ბავშვის ოპერაცია საზღვარგარეთ. თავის მშობლიურ მიწა-წყალზე ბიჭუნა რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. საბრალო ბავშვმა არ იცის, რომ სწორედ ახლა წყდება მისი ბედი. მთელი ცხოვრება ეტლს იქნება მიჯაჭვული, თუ ფეხზე გავლას შეძლებს. საქმე იმაშია, რომ ბავშვი 13 მარტს აუცილებლად ისევ საზღვარგარეთის კლინიკაშია წასაყვანი. სხვა შემთხვევაში არა მხოლოდ წყალში ჩაიყრება ოპერაცია, არამედ შესაძლოა იმაზე მეტად დამძიმდეს ბიჭუნას მდგომარეობა, ვიდრე ეს ოპერაციამდე იყო. დავითის მამამ 3 წლის წინ ნაადრევა დატოვა წუთისოფელი. ერთ აუბედით დღეს მოულოდნელად ხეწა იქცა და მანქანას დაეცა, რომელშიც თვითონ იჯდა. მერე საშინელება მოხდა. 3 პატარა ბავშვით მარტო დარჩა საბრალო ქალი. ახლა კი უკანასკნელი ძალებიც გამოელია. ამ ვიდეოს ვინაც ნახავს, კეთილი ადამიანები, როგორც დედა, გთხოვთ ყველას, რომ დაგვეხმაროთ. არ მივატოვოთ ობოლი ბიჭუნა და საბრალო ქვრივი ქალი ბედის ანაბარად უცხო ქვეყნის მიწაზე. დრო მხოლოდ 13 მარტამდეა. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული თუნდაც ერთი ლარით ანგელოზი ბიჭუნას მომავალი წყდება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.